მოგესალმებით, მე ვარ ექიმი მიშა გაგუა. ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ ნაყოფის მუცლის ღრუს წინაკედლის თიაქრის, ეგრეთ წოდებული ომფალოცელეს შემთხვევა ჩემი პრაქტიკიდან. ეს დიაგნოზი მე დავადგინე ორსულობის 10 სრული კვირის ვადაზე ჩატარებული ეკოსკოპიური კვლევის დროს. ნაყოფის თხემკუდოსონის სიგრძე შეადგენდა 35 მმ-ს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს დასაშვებია მუცლის წინაკედელთან ჭიპლარის მიერთების ადგილას მცირე ზომის ფიზიოლოგიური თიაქარის არსებობა, რომელიც როგორც წესი ორსულობის 12 კვირამდე თავისით იხურება. თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ასიმეტრიულ დიდი ზომის თიაქარს, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ეს არის პათოლოგიური შემთხვევა. ცნობისთვის ლიტერატურაში ნაყოფის მუცლის წინაკედლის თიაქრების ორი ნაირსახეობაა აღწერილი, რომლებიც ომფალოცელეს და გასტროშიზისის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ შემთხვევაში მიღებული გამოსახულების მიხედვით სავარაუდოა პირველი პათოლოგიის არსებობა. მადლობა ყურადღებისთვის. შეგახსენებთ, რომ ეკოსკოპიური კვლევების ჩასატარებლად შეგიძლიათ მოგმართოთ ქალაქ თბილისში ულტრასონოგრაფიის ცენტრში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა ნომერ 93-ში, ან ქალაქ გორში კლინიკა ნოვაციოში, ილიკო სოფიშვილის ქუჩა ნომერ 18-ში. საინტერესო кейსებს კიდევ გაგიზიარებთ. დროებით.